ილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. შემთხვევა საქართველოს თასის მეორე ეტაპი. ვერაფერი ვერ გავარკვიეთ, საერთოდ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. თევზი ძალიან პასიური იყო. აქტიურად უცოდინრად გამოვედით ტურნირზე. და რა თქმა უნდა, კრახი განვიცადეთ. სერიოზული კრახი. ტურნირის მერე დამშეულები შევესიეთ ფინკალს ბიჭები. ცოტა ლუდი მოვძრობეთ, ცოტა ბახუსი მივიღეთ და გადავწყვეტეთ, რომ გვეთევზავა. მოკლედ დილიდან ავდექით, მივდივართ წალკაში. ვეფხოს ბიჭი, ლევანიკა და ელენი არ არის აქ წალკაში ნამყოფი წალკის მხარეს და პატარა ექსკურსია გვაქვს თან წალკის წყალსაცავზეც ვითევზავებთ. ეხლა მივდივართ ჭირის ასაგებად. მამუკასთან მაღაზია ჭანასში. მამუკასთან მოვედით. კარგად, თავდრიგოს. გაიხარე. ია, გვინდა ესე იგი 6 კოლოფი გვინდა ეს ნაკელი, ხო? ეს გვაქვს გუშინდელი ტურნირიდან არის. ბატონო. მოვიდა სასტავი. Don't ვეფხვია. ცოტა დამასწრე. ისიც მოვიდა. ნახე პროსტა რა უცებ გავიწყიპო და რა უცებ დავიწყო თევზაობა. ამეტანა ჩქარი. Hey, დიდი დღეა, დიდი. უზარ მაზა. Çacıma. Ne არის? ამით ვზილავთ დასაკვებს. თუ ხელებით არ ვიტუტყნავთ შიგნით. შემზადებული არა ვართ, კარგად. რაღაც უცებ გადავწყვიტეთ. და რაც გვაქვს დასაკვები, მოკლედ იმითი უნდა ვითევზავოთ. თავარია რომ კარგად იკვრებოდეს, იმიტომ რომ ფლეტზე ვაპირებთ თევზაობას. ეს პირველი გადაზელვა. მერე კიდე დავამძიმებთ, მეორედ კიდე დავასხავთ წყალს და გახდება ისეთი, რომ შეიძლება ჭამა მოგვინდეს. ასე რომ ცოტა შრომა სანამ თევზაობა. დასაკვებს ვზელავთ. ჩემია. ბევრი თებზი რო დავიტირო. ეს რა არის? ეს არის პლატფორმის პლატფორმა. ბაქანი ქართულად, ხო? ამისი უპირატესობა რაშია, იცი რომ ძალიან კომფორტულად ზიხარ, შეგიძლია გასიმაღლეზე თქვი დააწიო, ფეხების გაშლა პლატფორმაზე არ გიწევ, პირდაპირ პლატფორმას და ძალიან ისეთია მყარი და კომფორტული თევზაობს. რათა უცებ გუშინ ტურნირის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გამოსულიყავით წალკაში, წელს პირველად ვართ და ნახოთ რა გამოვა. ამინდი ისეთია ძალიან სასიამოვნო, არც ზე გვატუხებს, არც ღრუბელი, თუმცა მოსალოდნელია წვიმა, ისეთი ღრუბელია იქ.
იმედია რომ არ დავსვენდებით. ნახოთ. რადგან წალკაში ვართ და მოსალოდნელია რომ ხრამულმა იაქტიუროს, ხო? ამ შემთხვევაში ვედეის ჩიზენ გარლიქს გამოვიყენებ. ნახოთ რა სიზავს. ხრამულს მოსწონს ეს არომატი. ეს კიდე ბოშის მოსაზრელი. ხო. მაგრად მოზელავს, თევზი მოყავს მაგრად. ეს ცოტა ხანში კიდე მოგვიწევს ორჯერ დატენიანება და ამ ეტაპზე ეს საკმარისია. მელი გირჩევი. სულ ერთია ჩემს. კაცი ხო კიდევ რო არჩევანზეა. აი ეს იყოს. მალაგა. ხო და რატოა საინტერესო და რატო მოგვენატრა რა ეს ცალკე გასვლა და ეს სიტუაცია, იმიტომ რომ თითქოს ტურნირებზე დავდივართ. ტურნირებზე არ გვაძლევს ხოლმე. იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ იქ დავლიოთ რა. უნივერსალობისას და აი ახლა გვაქვს ის მომენტი რომ ხა ფუფუნება ერთმანეთს აქაც მოვერთოთ. ამა ბიჭო მოდით აქ ახლა ხო არ ჩამოვივლი. მოდი მიშიკო. ჩემი ტიქებით რომ მოხდა. აბა ბევრი გამოვამიშოთ. ბევრია ელენიკოს არ უნდა? შენ განსხვავებული. ო, კი, ეს უნდა დალიო. კი, აუცილებლად. ოი რა ცოტა. არა, კარგად გამოეყო. ელენე რა ჩვენ გუნდის წევრი არ არის? ელენე შენ რა გინდა ლიო უკვე მოასწარე? არა, აგინდა. აბა, აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენ გასვლას გაუმარჯოს. გაუმარჯოს, დღევანდელ დღეს გაუმარჯოს და და გაუმარჯოს. ტალკას გაუმარჯოს, დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ აბა, ეგ აღარ გვახსოვს. და ესეც დავამტყე და დაგეკარგოს ახლა. გაგვიმარჯოს, კარგად. გაგვიმარჯო. დამთხოვლები ვარ. ვა. აჰა, აი. ჯიბიდან გავდე, წითელი. დავიწყე. როგორც თქვი, არანაირი წესები, არანაირი მსაჯი. ორი ჯოხით ვთელზავ. მოკლესად დავეებით. კაცი შვილი ხმას ვერ გამწევს. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მინდა აი თუთის ხეს ჩავეხუტები. ესენი კიდე ემზადებიან, ზარმაცები. ის ნახე, ეხლა უყრის ბზუას. ლევან, დაუაბა, განწყობა. ბიჭო, ძალიან მაგარი რა. ძალიან ამინდი არის იდეალური, წალკას რო უყვარს ეგეთი ამინდია, ძალიან მზე არ არის, ღრუბელი არის, ცოტა სიო უყერავს და თან ჩვენკენ და მე მგონია რომ დღეს ძალიან კარგი კენკვა უნდა გქონდეს რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეს კანდარა რა არის, ხო არის? ბიჭო, ეს აქ ხო იცი, მომისმინე, აქ წეროების თემა არის. ხო, წალკაში, ხო, კი. ხო, ვეფხომ ჩათვალა რომ ანუ შეიძლება შანსები უფრო გაზარდოს, რომ მიჩვეულია წეროებს აქაური თევზიდან. იქნება წერო და უჯდეს. ვეფხო გითხარი ორი სიტყვა. მოკლედ რა ძნელია პოპულარობა აქედან ელენე, იქიდან ტარზანიკა. ორი სიტყვა რა ძალიან მაგარია, ძლივს როგორღაც გვეღირსა, გამოვედით, მოვიცადეთ, მოდი შენ. არა, გადაიღე რა, მე ცალ-ცალკე შემაწუხოთ. და ამინდი მართლა მაგარია და იმედი გვაქვს რომ ძალიან მაგარი და მაგარი შედეგებსაც გავაცნობთ. აუცილებლად. მე და ელი ოპერატორები ვართ. ლუდი გვაქვს. ვინც გითხარი შენ ორი სიტყვა, აბა? კაცი ხა გითხრა დღეს აი იმედებს ვამყარებ ჩემ თავზე. ახლა მაზიანია ხა და დებუნა მოეჭველი მოსაგებია რა. აუცილებლად. დაგჭა. ინდა დაგეხმარო. ჩო. კარგად გაგასტარის იმაღლეში.
სვანმა ხო სვანობა უნდა გამოავლინოს. რა თქმა უნდა. პირველი თევზი. სალამ ბიჭები გაიშლებიან. სალამ ხანდარებზე შემოსწრებიან. პირველი შავტუხა კარასი ყავს. კარჩხანა ბოდიშით. მას შემოახედე აქეთ ხარეს. არ ვიცი ჩანს თუ არა შორია ძალიან. აი ასეთი კენკოა წალკაში. თევზაობა დავიწყეთ 10 საათზე. პირველივე გადაგდებაზე თევზი იყო. ლოდინი არ სჭირდება, სადღაც 1 წუთში, წუთამდე უკვე ჩარტყმებია და თავიდან ცოტა მიჭირდა რეალიზაცია გზაში კარგავდი. ეხლა შევცვალე მე მსკავე, გავადიდე და რეალიზაცია უფრო გაიზარდა. ამ დროისთვის 50 წუთია გასული და 14 გადაგდები და 7 რეალიზებული მყავს და დაახლოებით 4 გაქცევა. აქტიურობს ნაკების ჭიაზე. აპარიში ვცადე. მაგრამ არის აქტიური, ჩარტყმაც არ ქონდა. ესეთი კარგი ზომები მოდის. ერთი საათი გავიდა. 10-ზე დაიწყეს ბიჭებმა თევზაობა. მე ალბათ 3 თევზი მყავდა დაჭერილი. ეხლა მყავს 22 ცალი. ანუ 19 თევზი პირველ საათში. ისიკო ცოტას წვალობს, არ გვიჯერებს. და აი ასეთი შედა. ხო, დაკვებე? უნდა დაკვებო. და ძალიან მაგრად მოდის თევზი. ხვეფ ხო? პირველი საათის შეჯამება. რაც არის მაგ, მაგრამ თორა როგორ? ამული მინდოდა რა, თავი. ხრამულზე მეც ვცადე. და ეხლას თეთრი ჭია დავუყენე და ჩავაგდე და წამოვიდე. კარას დავიჭირე თეთრზეც, კი ბატონო. წავიდეთ ლევანიკა გამოვკითხოთ. პირველი საათის შეჯამება. და 4 სხოდი მქონდა რა, 4 კი არ მეტი სხოდი მქონდა იდეაში რა გაქცევა რა. თუმცა რა ნიშნა. წერტილი კარგად გაქვს დაკვებილი. კარგად აქვს დაკვებილი, უბრალოდ დაახლოებით 1-15 წუთი ვიჯექი ხრამულს ჩალიჩებია. აი. ხრამულის დაჭერა მინდოდა და დავჭერე. 1-15 წუთი მაგას დავუთხე. 20 წამზე მაქვს ჩარტყმები. კი. აი ხლა 40 წამია. დაახლოებით 20-25 ხო. დასაკვები ყველა სხვადასხვა გვაქვს. ყველგან ერთნაირად მოდის სავარაუდოდ. კაი ბუთქუნა, კარჩხანიკები. ერთი 150 გრამსობეთი იქნება. კი, ყველა ვარიანტი. ელემენტ სადინებს. წავიდე ხედი შეუშალო ცოტა. ტესტებს აკეთებს შპარგალით. მოკლედ ყველა დაკავებულია. თევზი ძალიან აქტიურობს, აი არ ვიცი რა. სადღაც 25 წამში უკვე იღებს. ეხლა ცოტა შესვენება გამოვაცხადე. ლუცკი ახლებით. აქ ჩემი ელენიკო არის, ადრე კარფიშინგის სესიებზე დამყარებოდა და ეხლა ფიდერზეც წამოვიდა. აინტერესებს.
და მეცადინეობს. ეხლა მივიდეთ ვეფხიასთან. აბა ვეფხო. ეს საათ შემდგარ. იქ ეს რა? თუთა ჰაერზე ვარ მაღლა. აბა რა სიტყვი? აუ, კაია, მაგარია, რაღაცა ნემსკავებს იმაშები რაღაცა. 21-10 მუშაობს 12 ნომერი ჩვენთან კარგად. აი, ეხლა რაღაც დაუყენე პრესტონის მაგ. ო, ნემსკავი გამიშვა. ახლა და გადავალდეთ, ხო? მიშიკო დაიღალე წერით? არა, ტურნირის მომავალ ახალწესებს ვიჩვევი რა. თევზაობის დროს არ ვეწევი, გარეთ ვეწევი. ჯერ არა ეს წესი, მაგრამ მალე იქ. ჩვენი ტარზანიკა. გიო. გამანა საკითხი. თვითონ რა ჯადო საკითხი? პატარა ნაგლეძეც ვიჭერდა. კი, მაგრამ ამხნილეთ ცოტა რა ისა დიდი ფრაქცია. ნემსკავი სასამე შოდი. კი ბატონო, 30 გრამიანი? არა, 45-იანი. ტოტალურმა ძალიან არაწერა. და ჩაოლებრივი სადავე დავაგრძელე მაინტერესებდა. კი ბატონო, ნემსკავი? ნემსკავი მაქვს 14 ზომა სასამე შოდი. შვენიერი. აიგიო. მოკლედ ძალიან კარგად ვერთობთ რა. და ვითევზავე 4 საათი. რაღაცას ვერთობოდი რაღაცებს მაიმუნობდი. საათი 50 წელს დავამგვალე და ეხა მოვჩები თევზაობას. სულ მქონდა 73 გადაგდება, აქედან 6 გაქცევა მქონდა და 50 რეალიზებული. აურჩით და ვბარგდებით. მე შევბარგდი. ბადე დარჩა მარტო გასაშრობი და შევაგდებ ამასაც. ესენი აწკრიალებენ ყველაფერს. მე ტბისპირას არ მიყვარს ხოლმე დასუფთავება. ესე იგი, გეგმაში გვაქვს აქედან მივდივართ. ადგილობრივი უგემრიელესი ყველით დამზადებული უგემრიელესი ხაჭაპური უნდა ვჭამოთ და ну, სხვა რაღაცეებიც იქ. ცოტა მწვანე შევჭამთ. ცოტა ალბათ თევზს. და მე ალბათ დიდი ალბათობით დიდგორიდან წავალთ. მონუმენტებთან გავივლით, დავათვალიერებთ ხედებს. ელე წავიდეთ დიდგორის გზით. კი. დიდგორიდან წავალთ და ნახავთ არა, ჯერ არ დამთავრებულა. ჯერ ბევრი რამე გვაქვს. გემრიელობები. მაგარი ხაჭაპური უნდა გაჭამოთ. სერიოზული. თევზი გიყვარს? კალმახი. არა. წვადი ხო გიყვარს? წვადი კი. всё, წვადი, გემრიელი ხაჭაპური. ვიღაცები ალბათ თევზს შეჭამენ, რავი, ამათ თუ უყვართ. ეხლა ხო ჩადეს თან. ო. ნაწაი. ანიკა საქმეშია. და მე წავიდეთ დიდგორიდან. წალკამ მაგრად გვასიამოვნა დღეს. ველოდებით ხობალიებს რო ჩალაგდნენ ბოლო-ბოლო რა.
აი იყო რა დღევანდელი სიამოვნა. წალკამ გვასიამოვნა. სერიოზულად გვასიამოვნა წალკამ. მივდა. ნამდვილად. რაც გუშინ ვერ ვისიამოვნეთ, დღეს ვისიამოვნეთ. ხუთ მაგა თავი ნაზღაურეთ. დავასრულეთ დღევანდელი თევზაობა წალკის წყალსაცავზე. ძალიან კარგი თევზაობა გამოგვივიდა. ძალიან აქტიურობდა და ძალიან კარგი კენკვა იყო. ძირითადად იყო სულ კარჩხანა, რამოდენიმე ქორჭილა და რამოდენიმე ხრამული. ზომები იყო 100-დან 200 გრამის დაახლოებით კარჩხანები. ამინდი იყო ეხლა როგორცაც ხედავთ ესეთი ქარიანი, ღრუბლიანი, მზეს არ შეუწუხები ვართ და სიცივეც ისეთი არ იყო რა. ხო და ეხლა ბიჭებს ჩაუვაროთ ერთი და ნახოთ რა კომენტარს გააკეთებენ. რა ხდებოდა დღეს? დღეს რა ვიცი რა, კარგი იყო, ვისიამოვნეთ. წალკა როგორც ყოველთვის საინტერესოა და კარგი არის და უბრალოდ ძალიან გაყოფილები ვართ რა. ღირდა დღეს. კი, გამოსვლა. ნამდვილად. აბა შეიძლება დასვეთო. რას გეტყვით და ძალიან მაგარი იყო დღეს რა. ძალიან კარგად ვიჭირეთ და ერთი სიტყვით მაგრად ვისიამოვნე მოკლედ რა. შენ მოგეწონა? აუ, კარგი იყო, კი. მე ცოტა მომბეზრდა მე და დაიღალე? მაიმუნობდი, ხო. აბა ტარზანი გავნახოთ ერთი. გიო. რაო და ბრდღბნა იყო დღეს კარჩხანების. ბრდღბნა. გუშინ რა თბილისის ზღვაზე ვერ ვიჭირეთ. დღეს ვიჭირეთ წალკაში. ანუ მე პირადად რა თბილისის ზღვაზე გუშინ დავიჭირე ზონა. ერთი თევზი უდრიდა მაგას. ასე რომ ფრიად ნასიამოვნები, ცოტა დაღლილი, მაგრამ ჯერ კიდე გაგრძელება იქ. ვეფხოა ცანცარდა. აუ ძალიან სიამოვნო იყო რა, ძალიან დიდი ხანი მჭირდებოდა ესეთი სიმშვიდე და ძალიან კარგი იყო. გამო შემდეგში? თუ მეცლება კი, სავარაუდოდ. ეხლა აქ ველოდებით სუფრას, ტარზანიკა. ო, სუფრა, ჭამა, აბა ჭამის გარეშე როგორ გამო. ქართველებს გვიყვარს ჭამა. ძალიან. ზეგნეტად. შვენიერი რესტორანია. აი, გამახეთ სუპერენ ჩვენთვის. ო, შემოვიდა. აი, გამოჭე რაღაცა. ის დაგვიმატე საფეთქები. საფეთქები? საფეთქები. ეს რა არის? ვერ გოპატი. საჭაპუის საერთოდ. მომწე. მოდი. აბა, ეს თამბავში ვარ. მეორე განყოფილებაც კარგი. კი. ჩაპიწყინებულია ჩვენი ბიბიები.